ამ ვიდეოშიც ისევ უნდა დედამოტყნულ მიშა სააკაშვილზე ვილაპარაკო, ბოდის ვიხდი რომ ვიგინები და ზოგადად არასწორი მგონია ესე შორიდან ადამიანზე შეურაცხყოფის მიყენება, როცა პირისპირ არ ხარ ადამიანთან, მაგრამ მიშას ყველაფერი ეკუთვნის და მიშას დედაც მოტყან. მიხეილ სააკაშვილი რო გამოდის ახლა და თავის იმებს ამორჩევლებს და თავის ვიღაც მხარდამჭერებს და ბავშვებს რო აბოლებს იმაზე, რომ აიო მეო რაღაცა კოსტუმების საქმეზე მასამართლებენო. აი მან ჩანს როგორი მართალი და გულწრფელი ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი. ვისაც გონია რომ ესე იგი მარტო რაღაცა კოსტუმებზე ასამართლებენ, აი ამ ადამიანების მიმართავდი რომ დაინტერესდით და ნახეთ სინამდვილეში რაზე ასამართლებენ. მანამდე მეგეტყვით. მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმაზე რომ უმოწყალოდ ცემეს ვალერი გელაშვილი, ერთ-ერთი დეპუტატი და რავი, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ეს ადამიანი და ამის ვიდეოებიც არის და ვისაც რამე ეჭვიეპარება ან დაინტერესდება, ამით შეუძლია მივიდეს და ძალიან მარტივად ინტერნეტის საშუალებით ნახოს რაც დამართეს ამ ადამიანს. მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ასევე 27 ნოემბერს ხალხის უმოწყალო ცემის საქმეზე, რომ ხალხს რაც დამართეს 27 ნოემბერს, ხო, მაგის ფაქტებიც ხო არის და მაგის მოძიებაც ხო ძალიან მარტივია, ვისაც არ გვახსოვს და ვისაც ჩვენი თვალით არ გვინახია მაშინ რაც ხდებოდა. აი მაგაზე ასამართლებენ მიშას. კიდევ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ TV-იმედში შეჭრაზე და მის ამ TV-იმედის დახურვის საქმეზე. აი მაგაზე ასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს. კიდევ მიშას ასამართლებენ გირგვლიანის საქმეზე და კიდევ მიშას ეს ქართული ოცნების ხელისუფლება რომ რაღაცა მართალი ხელისუფლება ყოფილიყო და ცოტა მეტად როგორ ვთქვათ, მეტად უფრო უნარიანი ხელისუფლება, კიდევ ბევრი მძიმე მუხლით უნდა ასამართლებდნენ მიხეილ სააკაშვილს და ამისი ბევრი დიდი საფუძველი არის რომ დაიწყონ მოძიება ფაქტობრივი მტკიცებულებების კიდევ უფრო ბევრ მძიმე საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი რომ გამოდის ეხლა და ვითომ აი რაღაცა პიჯაკებზე და რაღაცაზე ასამართლებენ. მიხეილ სააკაშვილი არის თაღლითი, მატყუარა, არასწორი დედამოტყნული კაცი და მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს კარგს ვერ მოუტანს ვერც ჩვენ ქვეყანას და ვერც იმ ქვეყანას, სადაც დავალებით გაუშვებენ და გააგზავნიან. მიშა ხო დავალებით მოძრაობს ქვეყნებიდან ქვეყნებში. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი. და მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობა.